მიყვარხარ. მიყვარ. მე შენ მიყვარხარ. არაგჯერა? ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მე-20 საუკუნეში ძალა. თითქოს გაიცვთა და აღარავინ აღარ იჭერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ ალბათ, ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ მე შენ მიყვარხარ. ტრაგიკული პიროვნება, რომელმაც თავისი მოკლე სიცოცხლის მანძილზე გაცილებით მეტი შექმნა, ვიდრე მათ, ვინც თითქმის საუკუნით დაამძიმეს დედამიწა. სიკვდილთან დაძმობილებული გინახავ თვინმე. სიკვდილის შეყვარება შეძლებია ვინმე კაცთაგანს. გოდერძი ჩოხელმა კი შეძლო. ხომ გახსოვთ მისი ადამიანად მიწაზე ჩამოსული ხორციელი სიკვდილი, რამ ხელა სიყვარულს ატარებდა. ისიც ხომ გახსოვთ საფლავის ქვებს როგორ ელაპარაკებოდა. სიკვდილი დათრგუნული კაცის სასოწარკვეთილება კი არა, დიდი სილაღე და სევდა იყო მის ყოველ ფრაზაში. ეჰეი, არაგველებო, სად ახართ? ისმოდა ეკოსავი თვითონ რეჟისორის ხმა და ეს კითხვა ბოლომდე თან დაჰყვებოდა. სულეთის ზღვაშიც ამ კითხვით დამძიმებული გულით გადაეშვა. სანამ ცოცხალი ხარ არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისი უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იკითხონ კიდე უფრო დიდი სიცოცხლეაო. ამბობდა მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი. ადამიანი, რომლის ნაწარმოებები და ფილმები ერთ მთლიანობას ქმნის და ზნეობის, ადამიანობის, სიკეთისა და მშვენიერების ნიმუშს წარმოადგენს. ამბობენ ყველაფერი გენიალური უბრალოაო. სწორედ ასეთი უბრალოებით შეძლო მან თითოეულ მკითხველსა თუ მაყურებელში დაეტოვებინა კვალი, რომელიც ხელახლა მიგაბრუნებს მის შემოქმედებასთან. გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. 1972 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. მოგვიანებით კი კინოსარეჟისოროზე გადავიდა და ლანა ღოღობერიძის მოწაფე გახდა. როგორც თავად იხსენებდა, კინოთი მაშინვე მოიწამლა. კინოსიყვარულმა თეატრალურ ინსტიტუტში მიიყვანა. გამოცდაზე, სადაც რუსული ფილმი უნდა გაერჩია. მან კი რუსული არ იცოდა, ცარიელი ფურცლების ჩაბარების შერცხვა და ლექსი დაწერა ირემზე, რომელიც ბარში ჩამოვიდა და დაჭრეს. არწივი და შვილის ნუკრით შეურია. ყველა მათგანში კი რა თქმა უნდა საკუთარი თავი იგულისხმა. სწორედ ამ ლექსმა გადაწყვიტა მისი ბედი. ქალაქში უმალ გავრცელდა ამბავი, რომ მთიდან პატარა ვაჟა ფშაველა ჩამოსულა და გამოცდაზე ფილმის გარჩევას ლექსად წერსო. თეატრალური ინსტიტუტის მაშინდელმა რექტორმა უთხრა: მიგიღებთ, ოღონდ ქალაქმა არ გაგაფუჭოსო. ქალაქმა ვერ გააფუჭა გოდერძი ჩოხელი. მის მოთხრობებში, ლექსებსა თუ ფილმებში ბოლომდე შემორჩა სამშობლოს, ბუნების, ადამიანის სიყვარული. ამიტომ წარმატებამაც არ დააყოვნა. პირველი გრან-პრი საკურსო ნამუშევარმა ადგილის დედა მოუტანა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე. მოგვიანებით იყო ვერცხლის ნიმფა ფილმისათვის ცოდვის შვილები 1991 წელს. იმავე წელს მიიღო იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი. პრიზები საუკეთესო სცენარისა და რეჟისურისათვის. თბილისის ოქროს არწივის ფესტივალზე 1992 წელს. გრან-პრი ანაპის ფესტივალზე კინოშოკი ფილმისათვის 64 გრიტები. ამავე ფესტივალზე 1998 წელს ლუკას სახარებამ აიღო პრიზი საუკეთესო სცენარისათვის. მისი პირველი წიგნი წერილი ნაძვებს 1980 წელს გამოიცა. მას მოჰყვა ბინდისფერი ხეობა, ადამიანთა სევდა, შემინახე დედაო მიწავდა ასე შემდეგ. ყველა ფილმი თუ მოთხრობა მშობლიურ გუდამაყარს ეძღვნება და მისდამი უდიდესი სიყვარულითაა გაჟღენთილი. მის ნაწარმოებებში ერთდროულად იგრძნობა სევდა და სიცოცხლის სიყვარული. როგორც თვითონ წერდა, სიცოცხლის სევდა არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. ძალიან სუძეთაა. ძალიან. საშველი არ არის. აი არ მძინავს.
გამეები ანმაცინებს დღეს ეცვალებაში ვარ სვეკიმეთა ვერაფერს ვერ ვთვლი ყოველ დღეს იქაც ეთამაში ერთადერთი მინდა რომ კარგად გავხდე ცოტა და სულ მაგაზე ვიცნობ და სხვა მეტი არ ძნელი წარმოსადგენია, რაც გრძნობდა და განიცდიდა გოდერძიჩოხელი, როცა მონასტერში თვითმკვლელობას სცადა. მაშინ იგი გადარჩა, მაგრამ ძალიან რთული იყო მისი სულიერი მდგომარეობა, რომელსაც თვით გამოხატვისა და რეალიზების საშუალება აღარ ჰქონდა. ამ ინციდენტმა თითქოს გამოაფხიზლა ქართული ინტელიგენცია, რომელმაც მწერლის დეპრესიიდან გამოყვანა სცადა. თუმცა კრიზისი, რომელიც ჩოხელს სიცოცხლის ბოლო წლებში თავს დაატყდა, მისი მგრძნობიარე ადამიანური ბუნებისათვის მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა. საქართველოში მაშინ შემოქმედებისათვის საჭირო მატერიალური რესურსების მოპოვება ძალიან რთული იყო და ხელოვანთაგან ბევრს უჭირდა. გოდერძი ამბობდა: "ჩოხელები ჯიუტები ვართ და მეც დღემდე ჯიუტად ვწერო" და წერდა. ოღონდ ეგ არის ეს საოცარი და იდუმალებით მოცული ნაწერები ფირზე ვეღარ გადაჰქონდა. ქართულმა კინემატოგრაფმა მისი სახით ღრმა ფსიქოლოგიური განცდის თვითმყოფადი რეჟისორი დაკარგა. გოდერძიჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს 53 წლისა გარდაიცვალა. იგი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს. გოდერძიჩოხელი უბედური არ ყოფილა. სიმდიდრე და უზრუნველი ცხოვრება არასოდეს ჰქონია, მაგრამ მზისა და მთვარის ქვეშ, რასაც მისი თვალი მისწვდებოდა, ყველაფერი მისი არ იყო. სამზეოს იყო და ყველაფერი უყვარდა, ნაძვიცა და კესანეც, ბილიკიცა და გულთაბოძიც. ეს კი ისეთი ბედნიერებაა. სულაც გავიდა და მჯერა იქაც სიყვარული ცავსეა. ჩვენთვის ხილული დარჩა მისი დედამიწაზე გატარებული 53 წელი. მაინც რა არის სიყვარული? როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე? ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას, დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს. სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს. იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს.